ნახოთ კარიერაში რა გელოდებათ, დაიწყებთ თუ არა სამსახურს. ორ ვარიანტს ამოვიღებ, აირჩიეთ ვარიანტები. პირველი ვარიანტი რა გელოდებათ კარიერაში უახლოესი 2 თვის განმავლობაში. პირველი ვარიანტი. მეორე ვარიანტი რა გელოდებათ. მეორე ვარიანტი რა გელოდებათ კარიერაში 2 თვის ვადაში. და ნახოთ, მეგონი კარგად უნდა ჩანდეს. ვარიანტები თუ არა და განახებთ ახლავე. შეხედეთ პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. თუ გინდათ დააპაუზეთ ვიდეო და ისე აირჩიეთ. ვინც აირჩიეთ პირველი ვარიანტი. პირველ ვარიანტს გეტყვით, ვაქ სიახლეები ბევრი გექნებათ კარიერაში, მომდევნო 2 თვის განმავლობაში პროგრესი ბევრი ჩანს და ძლიერი ჩანს. თქვენი აქტიური მონდომება, შემართება, წინსვლა, განვითარება აუცილებლად გექნებათ, თავარია არ დანებდეთ და აქ რაღაცა ძველისგან წასვლა ჩანს, შევით დასაქმებული ხართ, არის პერსპექტივა, რაღაც ახალი სამსახურიც კი გამოჩნდეს, ახალი შესაძლებლობები, რაღაც ძალიან მიზანდასახულები ხართ, კონკრეტული მიზანი გაგაჩნიათ აქ თითქოს და იმ მიზნისკენ თავდაჯერებულად, როგორ თქვა, ჭრით ყველაფერს გზაზე რაც შეგხვდებათ, რათა თქვენსაც მიაღწიოთ და პერსპექტივა საკმაოდ კარგი აქვს პირველ ვარიანტს კარიერაში და სამსახურებრივი კუთხით წარმატების მისაღწევად. რაც შეეხება მეორე ვარიანტს. მეორე ვარიანტთან ცოტა რთულად არის აქ საქმე. აქ ცოტა შებოჭილი და ხელფეხშეკრული და ჩაკეტილი ენერგიები ამოდის პირდაპირ გეტყვით. რაღაცა ეტაპი იქნება უმოძრაობის, რაღაცა ფიქრობთ, თითქოს აქ გადაწყვეტილებები გაქვთ მისაღები, ცოტა ვერ ხართ თავისუფლად გახსნილი, თითქოს გარემო ფაქტორებიდან იზღუდებით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ გამოხვალთ ამ სიტუაციიდან და რაღაცა აქტიურ მოძრაობას, რაღაცა მიზანი გაგიჩნდება და დაიწყებთ იმ მიზნისკენ სვლას, მაგრამ შედეგი ვნახოთ რა იქნება ახლა მეორე ვარიანტისთვის, თქვენ რა შედეგზე გახვალთ საბოლოოდ. აქ ცოტა მეტი წინააღმდეგობებია, არ ვიცი, შეიძლება ძალიან ძლიერი ხელისშემშლელი ფაქტორები იყოს და ამიტომ იყავით ფრთხილად, კარგი იქნება თუ ენერგეტიკულ დიაგნოსტიკასაც ჩაიტარებთ და გაერკვევით რა გიშლით ხელს წარმატებაში და წინსვლაში მეორე ვარიანტს. არის შანსი, რომ წარმატებას მიაღწიოთ საბოლოოდ, მაგრამ ბევრი შრომა და ბევრი ენერგია და ბევრი სირთულის გადალახვა მოგიწევთ მეორე ვარიანტს განსხვავებით პირველი ვარიანტისგან და როგორც გითხარით, კარგი იქნება თუ თქვენ საერთო ენერგეტიკულ ფონსაც შეიმოწმებთ პროფესიონალთან.